ზუსტად წუთზე გავიგებთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გალუსტაშვილი, მანამდე კი დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მის სიტყვას რაც შეეხება, ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ერთიანობა და ამიტომ მისი ეს სიტყვაც გაჯერებული იყო მაქსიმალური მხნეობით. დავით ხომერი კი ამბობს, რომ ის სწორედ იმიტომ გამოდიოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროევროპულ აქციებზე, რომ ეს არის მისი რწმენა. ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი რთული გზა უნდა გაიაროს ქვეყანამ და მისმა ყველა პროევროპულად და დასავლურად განწყობილმა მოქალაქემ იმისთვის, რათა საბოლოო ჯამში არ მიეცეს ქართულ ოცნებას დასავლური და დემოკრატიული რელსებიდან გადახვევის უფლება. აქედან გამომდინარე ხომერი კი ამბობს, რომ არ ნანობს არაფერს, რაც მან გააკეთა აქციაზე. ფიქრობს, რომ ის არ არის დამნაშავე, ის დემოკრატიულად და მშვიდობიანად აპროტესტებდა და რომ ის ყველაფერი, რასაც ახლა მას პროკურატურა ედავება, არის თეთრი ძაფით შეკერილი, არის აბსოლუტურად შედითხნილი. მან კაფიოდ გაუსვა აგრეთვე ხაზი იმას, რომ ამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ვიდეო მტკიცებულება, არც რაიმე არგუმენტი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ის არის დამნაშავე. აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ერთადერთი სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება მისი გათავისუფლება, თუმცა არ იტოვებს იმედს არაფრისა, ფრთხილი ოპტიმიზმის უფლებითაც არ სარგებლობს. მხოლოდ და მხოლოდ მან მიმართა მოსამართლესა და სასამართლოს, თქვა, რომ ის არის მართალი ადამიანი და აქედან გამომდინარე ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოს ნინო გალუსტაშვილმა, იქნება მისი გამართლება. პირველ რიგში თედოს ამბავი ძალიან გამიხარდა. თედოს ნაჩუქარი სამაჯურია ეს, ხელზე რომ მიკეთია სხვათა შორის. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველანი, სადაც სიმართლე დასჯადია. ჩვენ ამ ბრძოლაში რახანია ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო. ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა ამ მიზნისკენ ეკლებითაა სავსე. მას თავისუფალ სამშობლომდე მივყავართ. არ მესმის, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები სიმართლისთვის ბრძოლის გამო. მუსიკა და ხელოვნება აღმოჩნდა ჩემთვის ის მთავარი რამ, რითიც გამოვხატავდი ჩემს პროტესტს. ჯერა მუსიკა მშვიდობის მთავარი ინსტრუმენტია. პროტესტს სულ მშვიდობიანად გამოვხატავდი, მუსიკით ხშირად. ყველაფერი გავრილოვის ღამეს დაიწყო. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ ხალხს. დაზიანდნენ ჩემი მეგობრები. ამან წარუშლელი კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე. აქ იკვეთება რუსეთის როლი, ის დღემდე გვებრძვის სხვადასხვა ფორმით. გავრილოვის ღამემ ჩემი პროტესტის შეგრძნებებსა და განცდებში მთავარი როლი ითამაშა. არაერთი დარბევის მომსწრე გავხდი, მთავრობა დაუპირისპირდა მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობით. ჩემი თითქმის 9 თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილი საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდეო მტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო, არც ვიცი რაზეა ლაპარაკი. პატივცემულო მოსამართლე, მაშინ რჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ თქვენს გაძალებენ აქციაზე დაკავებული ხალხი ციხეში გაუშვათ. თუმცა გთხოვთ, იყავით სამართლიანი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს მიმართ ნდობა. ჩვენ პროცესის დაწყებამდე ვესაუბრეთ დავით ხომერიკის ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ მას არ აქვს პოზიტიური მოლოდინები, შეიძლება ითქვას, რომ ის წინასწარ პროგნოზებს არ აცნობს საზოგადოებას, ფიქრობს, რომ ეს ძალიან მალე გახდება ისედაც ცნობილი. ერთადერთი, რაზეც ახლა მკაფიო აქცენტები კეთდება, არის ის, რომ ქართული ოცნების პირობებში სასამართლო არის მაქსიმალურად მიკერძოებული, ამიტომ არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე გალუსტაშვილი, რომელიც განსაკუთრებით უსამართლო გადაწყვეტილებების გამოცხადებით არის ცნობილი, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. არ ვიცი გადაწყვეტილებას გამოცხადებს თუ არა. მოლოდინები გვაქვს ძალიან დისონანსური, ვინაიდან ერთის მხრივ სინდისის პატიმრების ზოგიერთი საქმე, სადაც გამოცხადება განაჩენი დადგა ჩვენ გვაძლევს გარკვეულ იმედებს, რომ შესაძლებელია რეჟიმის ინტერესებში აღარ შედიოდეს ამ პატიმრების დატოვება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო მეორე მხრივ ის, რომ მოსამართლეებს და კონკრეტულად ამ შემადგენლობას არასდროს გამართლებელი განაჩენები გამოუტანიათ სინდისის პატიმრების მიმართ, ბუნებრივია გვაშინებს. ნებისმიერ შემთხვევაში გვესმის, რომ ეს ბრძოლა არ მთავრდება არც დღეს და არც განაჩენის გამოცხადებით, გვესმის, რომ სამართლიანობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა გრძელდება, თუმცა ბუნებრივია ამ სამწუხარო ლატარიას ქართული ოცნების მიერ მოწყობილს და მართლმსაჯულების მიერ მოწყობილს, რომლითაც თამაშობენ უდანაშაულო ადამიანის თავისუფლებითა, შევყურებთ რაღაცა ბუნდოვანი იმედის თვარი.
როგორც მათ ცნობეს, მოსამართლე უკვე სხდომათა დარბაზში, ამიტომ ძალიან მალე გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო გალუსტაშვილი დავით ხომერიკთან დაკავშირებით. ამიტომ მე ახლა გადავინაცვლებ შიდა პერიმეტრზე და რამდენიმე წუთში უკვე დაგიბრუნდებით ინფორმაციით იმასთან დაკავშირებით, გაუშვებენ თუ არა დავით ხომერიკს რამდენიმე წლით ციხეში. აი ამ წუთს მითხრეს ამ მომენტში მომაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წელი და 6 თვე ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გალუსტაშვილმა გამოაცხადა. ალბათ არავისთვის არ იყო მოულოდნელი ეს, რადგან ყველა აქცენტირებს მუდმივად იმაზე, რომ მოსამართლე გალუსტაშვილი არის განსაკუთრებით უსამართლო გადაწყვეტილებების გამომცხადებელი, როგორც თავად ამბობენ ბიძინა ივანიშვილის მართული სასამართლოს სახე. აქედან გამომდინარე 4 წელი და 6 თვე აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ყველასთვის. ჩვენ მოვისმინეთ აგრეთვე სამოქალაქო აქტივისტების პოზიციები მანამდეც, ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლებელი იყო რაიმე სივრცე დაეტოვებინათ, ჰქონდათ მცირედ შემთხვევაში ფრთხილი ოპტიმიზმი, თუმცა მიუხედავად ამისა გალუსტაშვილის პერსონიდან გამომდინარე მაინც არ დაუფიქსირებიათ მკვეთრად პოზიტიური განწყობები. ასეთი არის მოცემულობა დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.